ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი ტიტული. ქართულმა ფეხბურთელმა PSG-სთან ერთად UEFA სუპერთასი მოიგო. ტოტენჰემის წინააღმდეგ დაძაბული მატჩი ძირითადი დრო 2-2 დასრულდა. PSG შეხვედრას 95 წუთამდე 2-0 აგებდა, თუმცა ბოლო წუთებში თამაშის შემოbrunება მოახერხა. ფრანგულმა კლუბმა გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 60 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ PSG გახდა პირველი ფრანგული კლუბი, რომელმაც UEFA სუპერთასი მოიგო. ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებიდან მიღებულ ბონუსს დიოგო ჟოტასა და ანდრე სილვას ოჯახში გადარიცხავს. საუბარია 15 მილიონ 500.000 დოლარის ოდენობის თანხაზე, რომელიც ლონდონური კლუბის ფეხბურთელებს შორის თანაბრად უნდა განაწილებულიყო, თუმცა კლუბმა და მოთამაშეებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. დიოგო ჟოტა და ანდრე სილვა მიმდინარე წლის 3 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპნენ. PSG-ს ყოფილი მეკარე ჯან-ლუიჯი დონარუმა მანჩესტერ სიტიში გადასვლას დათანხმდა. ინფორმაცია სპორტული ჟურნალისტი ნიკოლოს კირა ავრცელებს. ჟურნალისტი წერს, რომ დონარუმა სავარაუდოდ ენდერსონის ადგილს დაიკავებს. დონარუმამ PSG-ს სუპერთასის მატჩის წინ მენეჯმენტთან არსებული უთანხმოების გამო დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით მეკარე უკმაყოფილო იყო მისთვის შეთავაზებული ხელფასით. 2025-26 წლების UEFA საკლუბო რეიტინგს მადრიდის რეალი ლიდერობს. სამეფო კლუბის შემდეგ მეორე ადგილს ბაიერნი იკავებს, მესამეს კი ინტერი. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული PSG რეიტინგში მე-6 ადგილზეა.